ადამიანს, რომელსაც 100%-ით სჯერა, რომ უფალს მისი ესმის და უფალს ყოველივე ძალობს, ის არის სულიერ ცხოვრებაში წინ წასული. გამოცდილებას აქვს უკვე საკმაოდ დიდი. მე ხო ვერ გავბედავ და ხო ვერ ვიტყვი, რომ ღმერთი უსუსურია და რაღაცის შესრულება არ შეუძლია, რასაც მე ვთქვა, ამას ხო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ გონება მაქვს და ვიცი ყოვლის შემძლია, მაგრამ პრაქტიკაში აი ეს წმენა არ მაქვს. საკუთარი კეთროვანების დამნახავი ადამიანი, რომელიც ღმერთს ქეთს მოუდრეკს, იცის, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ემორჩილება მის განგებულებას და ეუბნება, შენ თუ გინდა უფალ, ძალგიც განკურნებაში. მაგრამ შეიძლება ჩვენი სათხოვარი არ ემთხვეოდეს თვის ნებას. როგორც პავლე მოციქულს ხადაგებს ადამიანი, ქუდი ახურავს, რო არ ცალია, რომ ავადმყოფთან მივიდეს, ქუდს მოხსნიდნენ, დაადებდნენ, ავადმყოფს ავადმყოფი იმკურნებოდა. აი ესეთი მადლმოსილი ადამიანი ევედრება ღმერთს განკურნებას, ხვალიანობა არ განკურნა. ესე იგი ღვთისნებას თუ არ ემთხვევა. ჩემი სათხოვარი ის არ სრულდება, ამიტომაც ამბობს, შენ თუ გინდა განკურნა. შენ გაქვს ძალმოსილება, მე განკურნა.